კი მქონდა მილიონი მაისური გაცვლილი, გამოცვლილი, მაგრამ ჩამოვდიოდი თუ არა, ვიღაცა მთხოვდა და ვადლებდი. აი დამინჯერე შვილებს პიცა ვარ, ერთ ერთი მაისური არ დამჩა რა, იმიტომ რომ აი ზოგიერთი ამბობს, რომ შენი მაისურიც არ დაგჭა თბილისის დინამოზე, აი თქვა თასი მოიგეთ, ხო, მაშინ დიუსელდორფში, როგორ არ შეინახე ეს მაისური. ის მაისური არა გააქვთ. ბიჭო, ჯერ ერთი მაშინ როგორი პერიოდი იყო, რომ დღევანდელივით ეს Adidas-ი და Nike და ეს Puma-ები არ ყრია რა. მაშინ იყო დათვლით. აი თბილისის დინამო, აი ეს მაისურები როგორც ლურჯები. ვიცოდით რომ არის 16 ცალი, მორჩა. იმის გაფლა, გამოსვლა, გამორიცხული იყო, იმიტომ რომ ეგ ვიღაცას რომ მისცე ჩათვალე რომ მთელი კომპლექტი დაისლებოდა და ვერ ითამაშებდი ვერასდროს უკვე იმ კომპლექტში რა. ამიტომ მაგის ფუფუნება ჩვენ არ ქონდა რომ აი გავცვალე და გამოცვალე და ესე შემდეგ რა. და ის მაისური მე ისე 91 წლის 13 მაისური მაგაზე მაქვს ლაპარაკი. და აღარ გაქვს. არა. აჰ რა გულსა. ეგ ჩვენ თამაშამდე ჩავაბარეთ და სხვა თამაშები ვითამაშეთ რა ფაქტი. არა და ახლა ტრადიციული თანამედროვე საფეხბურთო მარკეტინგით ფორმები და მაისურები და სიმბოლოები რო იყიდება. თქვენი თაობის დინამოს დროს რო ეგ გაყიდულიყო. ხალხს მაშინ საშუალება იქნებოდა ყიდვის. ძალიან დიდი ფინანსური რესურსი იქნებოდა დინამოში მოზიდული. კი არა, მე თავიდან რო დავიწყე ლაპარაკი, პირდაპირ თქვი რომ ეგ სხვა ისტორია, მაგ პერიოდი სხვა ისტორია დღევანდელი რა. ეხლა დღევანდელი შეხედვიდან მე რო უყურებ, რა თქმა უნდა, მილიონ რაღაცას გავაკეთებდი, რაც დღევანდელობას უხდება და უფრო კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ სხვა ცხოვრება იყო. ეგ იყო კომუნისტური წყობა, ყველაფერი იყო დათვლით, მარტო მაისური კი არა, აი ეს ღვინოს ვერ იყიდიდი ნორმალურს რა, იმიტომ რომ უნდა იცნობდე ვიღაცას, რო იყიდო კალბასი ვთქვათ, სასისკი რო იყიდო, იკრა რო იყიდო, ნუ ეგეთი პერიოდი იყო და ვერ გაიქცეოდი რა მაგას. დღეს აი თქვენ ახლა მე ლაპარაკობ იცინი ხო? ვერ წარმოგიდგენია, მაგრამ ეგრე იყო რა, ფაქტი ეგ არის.